თურქ-სელჩუკთა შეერთებული ლაშქარი საქართველოს საზღვარს მოადგა. ქართველთა საყვარელ მეფეთ-მეფესა და დედოფალთ-დედოფალს ელჩის ხელით ამაზრზენი წერილი გაუგზავნა რუქნადინმა. მე მთელი ცისქვეშეთის მბრძანებელი, კაცი ანგელოს მიმსგავსებული და მუჰამედისგან მოვლენილი რუქნადინი მოგმართავს შენ, ქართველთა მეფეს, ყველა დედაკაცის მსგავსად რეგვენს, რომელსაც საკუთარი ჯარისთვის უბრძანებია ხელში ხმლის აღება და ამ ხლით, რომლის ტარების უფლებამოსილებაც მხოლოდ მე მაქვს ღვთისგან მონიჭებული, უფლის საყვარელი ისლამის ერის განადგურება. გზავნი ჩემს მხედრობას შენი ქვეყნის მამაკაცთა ამოსაწყვეტად. სიცოცხლეს მხოლოდ მას შევონარჩუნებ, ვინც წინ მომეგებება და სცნობს ჩემს უზენაესობას, აღიარებს მაჰმადის ჯულს და საკუთარი ხელით გაანადგურებს იმ ჯვარს, რომლის იმედიც ასე ამაოდ გაქვთ ქართველებს. თუ ჯულს უარყოფ, ცოლად მოგიყვან, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჭად გაგიხდიო. ამ სიტყვებით შეურაცხყოფილ ზაქარიამ ხარგრძელს ისეთი უხედქავს მისთვის სახეში, რომ შიგრიკი ძლივს მოუსულიერებიათ. რუქნადინის ელჩი განგებდა აყოვნეს სამეფო კარზე პასუხის მოლოდინში. ამ დროით ისარგებლა ქართველთა მეფემ და ლაშქრის შეყრა ბრძანა. ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. თუ არ შევიარაღდით ურჯულოთა წინააღმდეგ, თუ სარწმუნოებისთვის თავს არ გავწირავთ, სულ ერთია, მაინც დავიღუპებით. ან და მონებად ვიქცევით. დავიღუპებით იმგვარად შერცხვენილნი, რომ ჩვენი ხსოვნაც აღარ დარჩება. უკუაგდეთ შიში და განიმსჭვალეთ სიმამაცით. მეც მოვდივარ თქვენთან ერთად. დავივიწყებ ქალურ სისუსტეს. აღვივსები მამაკაცური ძალით. შევიმოსები აბჯრით. თავზე მუზარად დავიხურავ. ხმალს შემოვირტყამ და შუბს ავიღებ ხელში. წინ გაგიძღვებით და ერთად ვიბრძოლებთ. შემდეგ ბასიანისკენ წარმართული მოლაშქრეები ფეხშიშველმა ყარსამდე მიაცილა და შემაღლებული ადგილიდან ჯვრით დაალოცახვა. ყოვლის მყრობელი ღმერთის ძალას მინდობილმა, მარად ქალწული მარიამის მავედრებელმა, წავიკითხე რუქნადინ ღვთის განმარისხებელი შენი წერილი. ღმერთმა განსაჯოს, არ გაგიგია, რომ ყველას, ვინც ღმერთს აკვით ახსენებს, ღმერთივე ახოცავს, შენ ღვთის მსჯავრი არ იცი და იმ მევირე მოლაშქრეთა იმედად ხარ, ოქროს წყალობით რომ შეკრიბე. მე კი არც სიმდიდრეს ვენდობი, არც ლაშქრის სიმრავლეს და არც სხვა რამ მიწიერ იმედს. მე მხოლოდ ღვთისა და იმ ჯვრის ძალას ვენდობი, რომელსაც შენ გმობ. გზავნი ქრისტეს მხედრობას, არა შენი თაყვანის სემისთვის, არამედ შენი ამპარტავნობის დასამხობად, რათა კარგად დაისწავლო, რომ ღვთის გმობა არ შეიძლება. იყოს ნება ღვთისა და ნუ შენი, სამართალი ღვთისა და ნუ შენი. ბასიანთან გამართული ბრძოლა საზეიმოდ მორთულ თბილისში რუქნადინის დროშის შეტანით დასრულდა. ღვთის შეწევნით ბასიანში ქართველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს.